მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. იმედია კარგად ხართ და იმედია გესმით ჩემი ხმა და ცუდი ხმა არ არის. ახლა სამსახურში ჩართულია. და მეთქი მოდი ვითოცოდათი ვიჯორავოთ მე და თქვენ. სერი ვიდეო მინდოდა ჩამეწერა, რომელიც უბრალოდ მოსასმენი იქნება და არასაყურებელი. ამიტომ თუ რამე საქმე გაქვთ, დაიწყეთ და თან ჩართეთ ჩემი ვიდეო. იმედია კარგად ხართ. მე ვარ ძალიან კარგად, ღმერთს მადლობა. რატომ მოვედი თქვენთან? მინდოდა საუბარი, ჯორაობა. მინდოდა დამელაპარაკა თქვენთან ერთად ჩემი შეხება YouTube-ის მიმართ. რადგან უკვე დროც გადის, უკვე 6 წელია, რაც მე დავიწყე YouTube არხი. მალე გავხდებით 6000 და 6 წლის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ვდებდი ნორმალურ ვიდეოებს, ხლა არ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარ ვიდეოებს ვდებდი, რომლებმაც შექმნა და შეცვალა ინტერნეტი და მთელი ამბავი, არა, ჩვეულებრივ ვიდეოებს ვდებდი, მაგრამ იმას ხვდები, რომ ჩვენ ქართველი ბლოგერები ძალიან გვიჭირს წინ წასვლა და ესე აწყობა დიდი YouTube არხის. იმიტომ რომ აქ ახლა მე რო ვუყურებ ევროპელ ფრანგს, რუს ბლოგერებს, ჩემნაირი ვიდეოები და რა თქმა უნდა ძალიან უფრო მეტი გამომწერი და უფრო მეტი მაყურებელი ვიდრე ჩვენს ქართველ ბლოგერების არხებზე და ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენს გვინდა რომ ჩვენი არხი წინ წავიდეს, ვუყურებთ სხვა ბლოგერებს, ყავთ ძალიან ბევრი გამომწერი და არდებენ ჩვენზე კარგ ვიდეოებს, მაგალითად ძალიან ბევრი YouTube არხი, Instagram-ის გვერდები არის ქართველების და რომლებიც იმსახურებენ უფრო მეტ გამომწერს და უფრო მეტ მოწონებას ქართველი მაყურებლისგან. და ძალიან გული მწყდება, რომ არ გამოგვდის და წინ ვერ მივდივართ. ჩემი ოცნება იყო და დღესაც არის, რომ YouTube-დან მქონდეს იმდენი შემოსავალი, რომლის დამსახურებით შევძლო ჩემი სამსახურის გაჩერება და მთელი ჩემი დრო ჩავდო YouTube არხზე, რადგან ის შემოსავალი მაქვს, რაც მაქვს ჩემს ძველ სამსახურში, ანუ ჩემს ახლა სამსახურში და ვიცხოვრო ჩემი ბლოგერობით. ჩემი ოცნება იყო, არის და ვხვდები, რომ ქართული არხით არ გამოვა და იმასაც ხვდები, რომ მომავალი არის ინტერნეტი, მომავალი არის YouTube და ეს ყველაფერი. თუ რამის მიღწევა გინდა, გჭირდება მაყურებელი, გჭირდება ის ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერს და ეს არის შენი გამომწერლები. ამიტომ როცა რამე ბიზნეს მაგალითად ხალხი იწყებენ და გამოსდით, იმიტომ რომ მაგათ უკვე აქვთ ან Instagram-ის გვერდი, ან YouTube-ის გვერდი, სადაც მაყურებელი წყავს და მომხმარებელიც უკვე ეყოლება. და ძალიან გული მწყდება, რომ არ გამომდის. და არ ვიცი რის ბრალია. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრ ვიდეოებს არ ვდებ. მაგრამ ხვდები კიდეც, რომ YouTube-ს უყვარს ცუდი ამბები, უყვარს საშინელი ტრაგედია. თუ არ დავწერე ისეთი სახელი ჩემს ვიდეოზე, ხვდები, რომ ბევრს მაყურებელს არ შეხვდება მაგის YouTube-ის გვერდზე,
რადგან ჩემი ვიდეოს სახელი არ არის ესეთი მიმზიდველი და ჩემი ბოლო ვიდეო მაგალითად ძალიან მე მეგონა რომ მიიღებდა როგორც ყოველთვის 2000 ან 3000 ნახვას, მაგრამ მიიღო 700 ნახვა და ძალიან გული დამწყდა. ეხლა შეიძლება ძალიან ბევრმა მითხრას, რომ ეს რა უკმაყოფილობაა, ეს რა უკმაყოფილო გოგონაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უკმაყოფილობა არ არის. ეს არის ამბიცია. ეს არის უბრალოდ ამბიცია. მინდა რომ წინ წავიდეს ჩემი არხი, მინდა რომ ჩემი პატარა ქართველი ბლოგერის არხი წინ წავიდეს და არ ვიცი, იმედია მიმიხვდით და იმედია არ დაგკარგეთ ამ ჩემ მოყოლაში. ამიტომ ასე, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ბლოგერია, რომელიც იმსახურებს უფრო მეტს და მაგათი შრომა არანაირად არ ჩანს. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ. ამ ყველაფრის გარდა არასდროს არ მიფიქრია, რომ შემეწყვიტა და აღარ გადამეღო ვიდეოები. ძალიან მიყვარს ამის გაკეთება და დიდი სიამოვნებით ვაგრძელებ, რა თქმა უნდა. ასე გოგოებო და ბიჭებო. არ ვიცი. ანუ რატომ გეკითხებით ახლა ამ ყველაფერს და რატომ ამ ყველაფერს ვყვები? თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ? გაგებული მაქვს უკვე რამოდენიმე ქართველი ბლოგერისგან ესეთი ვიდეოები, რომლებიც ამბობენ, რომ მეტი შეგვიძლია რომ ყავდეს გამომწერი, მეტი მაყურებელი და სამწუხაროდ არ გვაქვს და ეგრეთ წოდებული პრივილეგიაც მიხვდით? ანუ ჩვენთან მაგალითად აქ ევროპაში სპონსორი დარეკლამება რამის ძალიან მალე ხდება, როცა უკვე ყავს რამოდენიმე გამომწერი და გადააცდინე მაგალითად 10000 გამომწერს და ძალიან ბევრი 20, 25, 40000 გამომწერი ქართველებს ყავ და მაგათ არხზე მე სპონსორი არ მინახია. და ეს რატომ რისი ბრალია არ უნდათ რომ ეს პატარა ქართველი ბლოგერები წინ წავიდნენ, არ უნდათ რომ დიდების ადგილი დაიკავონ. აი მაგალითად საფრანგეთში ბლოგერებმა და YouTube-მა აიკლო აქაურობა, ხალხი ტელევიზორს აღარ უყურებს. ხალხი მარტო უყურებს ვიდეოებს YouTube-ში და ძალიან კარგ ვიდეოებს აკეთებენ ფრანგი ბლოგერები. და რუსებიც ძალიან კარგ ვიდეოებს იღებენ და საქართველოს ძალიან უჭირს. აი ეს როგორც ერთმა მსახიობმა, ქართულმა მსახიობმა მსახიობი, ანუ როგორ მარტო რომ კომედიას მარტო ისეთი კომედიურ ფილმებში გამოდის კომედიან თქვა რომ არსად არ მიიღებენო. ანუ სხვა კინოებში, სადმე სხვა სერიალებში და სხვა სფეროში არსად არავინ არ მეძახისო, მარტო კომედია და კომედიაში ხარ და იჯექი და აღარ გამოხვიდე, გავგიშდი. ანუ არაძლევენ ხალხს თითქოს და იმ შანსს, რომ მიაღწიოს და წინ წავიდეს და ანუ გაუმჯობესდეს თითქოს და არაძლევენ ამას სამწუხაროდ. არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, ამიტომ ძალიან გთხოვთ მომწერეთ კომენტარებში, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი და რა თქმა უნდა ამ ვიდეოს მეორე ნაწილიც იქნება, რადგან წავიკითხავ კომენტარებს ამ ვიდეოს დაბლა მეორე ვიდეოში. მაინტერესებს ძალიან თქვენი აზრი. ამიტომ მე წავედი მეგობრებო და გელოდებით კომენტარებში.